წარმოიდგინე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენს ტელეფონში ყველა აპლიკაცია გაქრა. TikTok-ი, YouTube-ი, Facebook-ი და Instagram-ი. უბრალოდ კი არ წაშილა, სამუდამოდ დაიბლოგა. აღარც მიმები, აღარც ტრენდები, აღარც ვიდეოები და პოდკასტები. ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეაში რეალობაა. მეტიც, ყოველდღიურობა. ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ აქვს წვდომა გლობალურ ინტერნეტზე. აი www-ს ყოველი საიტის წინ რომ წერთ, რომელიც იშიფრება როგორც World Wide Web. მის ნაცვლად ჩრდილოეთ კორეაში იყენებენ ქსელს სახელად Kwangmyong. ამ სისტემაში იძებნება მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული ვებსაიტები და პლატფორმები, როგორიცაა TikTok-ი ან YouTube-ი, საერთოდ აკრძალულია. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აკონტროლებს ყველაფერს, რასაც მისი მოქალაქეები უყურებენ და უსმენენ. მთავრობა ბლოკავს გარე ინფორმაციას იმისთვის, რომ მხოლოდ ის სიმართლე იყოს ხელმისაწვდომი, რაც მთავრობას აწყობს. კორეელ ახალგაზრდებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ გამოიყურება გლობალური ტრენდები. მათ იციან მხოლოდ ის, რისი ცოდნის უფლებასაც მთავრობა აძლევს. შესაბამისად, ინტერნეტი ჩრდილოეთ კორეელებისთვის სწავლის, გართობის და კავშირების ადგილი სულაც არაა. პირიქით, მათთვის ინფორმაციაზე და პლატფორმებზე წვდომა ფუფუნებაა. და ისე, მხოლოდ ერთის არჩევა რომ შეგეძლოს, შენ რომელ პლატფორმას დაიტოვებდი. დაგვიწერა კომენტარებში.